მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის სკოლა თაობის პოდკასტი მეტი, რომელიც შეეხება და ეხება ზოგადად განათლებას. დღეს თქვენთან ერთად არის ირაკლი მიქელაძე და თორნიკე ზაქარაძე. ჩვენ გავაგზავნოთ წინა ეპიზოდის თემას, რაც შეეხებოდა ზოგადად განათლების მიზანს, რა არის სინამდვილეში ხმა და საფუძვლიანი ცოდნა, როგორ მიიღწევა და ჩვენ შევთანხმდით თქვენი რომ ეს არის პროცესი, როდესაც ბავშვმა უნდა ისწავლოს კეთებით და არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებით, მასწავლებელი და მოსწავლე უნდა თანამშრომლობდნენ სწავლის პროცესში და ასე იღრმავებდნენ საკუთარ ცოდნას. დღეს შევეცდებით უფრო პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხდება სასწავლო პროცესის დაგეგმვა, რა მეთოდები, რა რესურსები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ უფრო მარტივად აითვისოს ესას თუ ის ცნება და მიიღოს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. დავიწყოთ, მგონი, ხო? კი ბატონო, დავიწყოთ. თქვენ ხო რამეს დაამატებთ წინა ეპიზოდთან დაკავშირებით, თორნიკე, ანუ შესავალს? არა, დიდად დასამატებელი არაფერია, შესავალი გააკეთე, უბრალოდ ხო, წინა ეპიზოდი იყო ერთგვარი მონახაზი ზოგადი კონცეფციის გამოკვეთა, რაზეც ჩვენი შემდგომი ამ დღევანდელი და კიდე ალბათ შემდგომი საუბრებიც იქნება ძირითადად, უბრალოდ ის იყო ზოგადი ჩარჩო ერთგვარი, რომელიც მოხაზეთ და ყველა შემდეგი პოდკასტი ალბათ დაეთმობა ამის უფრო დეტალიზებას და კონკრეტული მაგალითებით და კონკრეტული ასპექტებით, კონკრეტული მიმართულებების განხილვას. კი ბატონო, მაშინ მოდი დავიწყოთ ახლა ზუსტად ის დრო, როცა მასწავლებლები გეგმავთ მომდევნო სასწავლო წლის კურიკულუმებს, ანუ სასწავლო პროცესის დინამიურ გეგმას. დავიწყოთ იმით, როგორ ხდება ამ გეგმის შემუშავება, რა ეტაპებს გადის მასწავლებელი და როგორ ამზადებს მოსწავლეებისთვის საინტერესო კონტექსტებს. ხო, საინტერესოა და რთული საკითხია, იმიტომ რომ ამ წლის ძალიან მირტყვა და სინამდვილეში საქმე ის, რომ ეფექტურად დავგეგმო წლევანდელი, თქვათ, ჩემი სასწავლო პროცესი მონახაზი ეფექტურად გავაკეთო, მნიშვნელოვანი არის და პირველ რიგში აუცილებელია წინა სასწავლო წლის, ანუ წინა წლის მონაცემების სწორად კონდეს მოგროვებული და გაანალიზებული. ანუ ეს არის საწყის რითაც იწყება პროცესის დაგეგმვა. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი არის საფრთხე და შანსი, რომ იგივე, თქვათ, შესაბამები გავიმეოროთ, რაც გქონდა, ან ის წარმატება, რაც გქონდა დიდი ალბათობით ბევრი წარმატება ექნებოდა, რაც ძალიან გასახარია, ვერ გავაცნობიეროთ რა ფაქტორებმა გამოიწვია ჩემმა, თქვათ, კარგმა სასწავლო რესურსების შეთავაზებამ, ობიექტურმა და ვალიდურმა შეფასების კრიტერიუმებმა, სასწავლო პროცესის რაღაცა თანამშრომლობით პარადიგმაში წარმართვამ თუ რა, ანუ ამაზე რეფლექსია არის პირველი ნაბიჯი ახალის დასაგეგმად, ანუ სწორად თუ გამოვკვეთავ და სწორად გამოვკვეთა, ანუ შენ შეკითხვაზე რო გიპასუხო და შენ სიმოქმეdes არ ვიცი, ანუ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ წინა წლის განხორციელება, როცა მიმდინარეობს ჩემი სასწავლო პროცესის, ეს არის პროცესი ასევე მონაცემების მოგროვების მოსწავლეთა მიღწევებზე და ამის ანალიზი. სასწავლო წლის ბოლოს ამას, ასე ვთქვათ, სიღრმისეულად გაანალიზებს მასწავლებელი წესით და რიგით. ხო, ლოგიკურია, იმიტომ რომ შემდგომი წლის, ასე ვთქვათ, მის საგნობრივი კურიკულუმი, ანუ ის თუ როგორი ექნება სასწავლო პროცესის კურიკულუმი, სიტყვა ცოტა ისეთი გახდა დემონიზებული და ანუ მოგეთ როგორი სასწავლო პროცესი ექნება, როგორ დაგეგმოს სასწავლო პროცესს, ამას დააფუძნებს, რაც წინა წელს ჰქონდა და პლუს ანუ ყველაზე ან აქ კიდე საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სკოლაში ხო, ვთქვათ, ამოცანები და მიზნები საერთოა ყველა სკოლაში, ყველა მასწავლებელს, ხო? ისევ კოლეგებთან თანამშრომლობა, ამის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, გამოწვევებზე ღიად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, აი რაღაც ფორმით ეს შეიძლება იყოს, ავიცი, კათედრა ან სხვა ტიპის გაერთიანებული შეხვედრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაგეგმვის პროცესი იყოს, ვთქვათ, ერთობლივი შრომის და ერთობლივი მუშაობის შედეგი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მონახაზი რო გავაკეთოთ მოკლედ, სანამ დავიწყებთ ახალი სასწავლო წლის კურიკულუმის მზადებას, აუცილებელია მოვაგროვოთ და გქონდეს წინა წლის მონაცემები, ვალიდური მონაცემები, რომლის დაყრდნობითაც დავიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ერთ და იმავე წრეზე ტრიალი და ფუჭი შემთხვევაში. კი, ანუ ფუჭი შრომა იქნება რატომ? ან ხო, ნახე, ლოგიკურად როგორად
დამთავრდა რაღაც სასწავლო წელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა და დამთავრდა სასწავლო წელი, ნიშნავს როგორც კი დამთავრდება სასწავლო წელი, სიღრმისეული ანალიზი უნდა მოხდეს იმისა, თუ რაც გავაკეთეთ მთელი წლის განმავლობაში, ხო? და შესაბამისად ეს პროცესი უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს სწორად მაგ დაგეგმილი შემდეგი სასწავლო წელი. ანუ ეს მინიმუმ ნახევარი. აი წლევანდელი უხეშად რომ ვთქვათ, რევიზია, შეფასება და ანალიზი და რაღაცა დასკვნის გაკეთება არის ნახევარიზე მეტი საქმე შემდეგი სწორად დაგეგმვის. ანუ ჩათვლით ეს ერთი ეგრე პროცესია, ანუ ამის რევიზია და დაგეგმვა ახლის ერთი პროცესია რა. ანუ ეს არის პირველი ეს ვთქვათ ეტაპი და ნაბიჯი. პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი არის ალბათ შუალედური მიზნების განსაზღვრა, ხო? ხო, აქ ამ პროცესში განისაზღვრება ეს ეგრეთ წოდებული შუალედური მიზნებიც თავისთავად ხო, სვენელისთვის გასაგები რო იყოს, ალბათ ხაზი გავუსვათ, რომ შუალედური მიზნები არის ზუსტად ის შემოქმედებითი დავალებები, რომლის ჭრილშიც ხდება ცნებების გააზრება, ხო? კი. ხო. ანუ მასწავლებელი უკვე სწავლის დაწყებამდე წინასწარ ფიქრობს, რა შემოქმედებით დავალებებს შესთავაზებს მოსწავლეებს, ხო? ხო, შესაბამისად, ანუ ამას ფიქრობთ წელს განხორციელებული წარმატებულ პრაქტიკაზე დაფუძნებით, გამოწვევებზე დაფუძნებით და პლუს ასე ვთქვათ, გარემოში მომხდარ ცვლილებებსაც ვთქვათ, ვითვალისწინებთ, კოლეგების წარმატებულ გამოცდილებასაც ვითვალისწინებთ, რაც საკმაოდ მარტივი პროცესია, ეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცა იმას მოითხოვს, ეს უბრალოდ დაკვირვების ამბავია და თან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესი ეგრეთ წოდებული შუალედური მიზნების გამოკვეთა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც თემაში გამოიყოფა და თემა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, მაგაზეც ალბათ გავამახვილებთ ყურადღებას, რატომ თემა. ხო, შუალედური მიზანი უნდა გამოიკვეთოს, შუალედური მიზანის გვეუბნება, ანუ მიზნიდან უნდა განსაზღვროთ რა დავალებები გვექნება და მიზნიდან როგორ განსაზღვროთ, ანუ ლოგიკურია, რომ დასკვნით ასევე, რომ აი იმ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, რაც ჩემს საგანს მოეთხოვება, ხო, მაგალითად ნებისმიერ დისციპლინას საგანს აქვს, ხო, რაღაცა მიზნები ყოთ, ეს მიზანი გრძელვადიანი, ეს არ უნდა დაგვაქვს და ამის მისაღწევად, აი წელს რაც მქონდა აი ამ მიზნის მისაღწევად, რაც იყო კარგი და კიდე მომავალში რა უნდა გავაკეთო, აი ამ მიზანს მივახსოვს, ანუ მიზნიდან იგეგმება დავალებების განსაზღვრა ხდება მიზნიდან და არა, ანუ ეს მნიშვნელოვანია და არა დავალებიდან მიზნის, იმიტომ რომ დავალებიდან ჯერ დავალების მოფიქრება და მერე მიზნებთან მიბმა ამის უბრალოდ დაკავშირება ნიშნავს აი უცებ ადამიანი ემოციური ადამიანის სწრაფად გადაწყვეტილებას რომ მიიღებს და მერე როცდოს მის რაციონალიზაციას რომ დააკავშიროს რაღაც რაციონალს. უხეშად რომ მაგალითად მოყონ თუ ჩვენ მაგალითად გვინდა რაღაც წვრილვაზე ასვლა, რაღაც ცოდნის მიღება, ხო, ეს შუალედური მიზნები არის საფეხურები, რომელთაც ნელ-ნელა მივდივარ ძირითად მიზნამდე. კი, ოღონდ ეს შუალედური მიზნები ეგრეთ წოდებული ყოველთვის რადგან გრძელვადიანი მიზნიდან გამომდინარეობს, არ არის მოკლევადიანი ნიშნულება დაყოფილი მოკლევადიანი მიზნები, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრა. პრობლემა რა არის ხშირად, რომ თუ თქვათ ბავშვმა რაღაცა კონკრეტული აი მოკლევადი ორ ნაწილად იყოფა ზოგადად განათლებაში შედეგები, ხო, არის მოკლევადიანი შედეგები, ანუ სწრაფი შედეგები, რაც სწრაფად დამდგარ შედეგებს ეძახიან, თუ სწორად მახსოვს. აი ბავშვმა რაღაცას უნდა მიაღწიოს, სამი გაკვეთილის განმავლობაში. მერე აქედან იგეგმება ახალი, აქედან ახალი და სულ ბავშვს აქვს ეს მოკლევადიანი ნიშნულების სწრაფად გადასალახი, ანუ და აი შუალედური მიზნების გამოკვეთა, რომელიც გრძელვადიანი მიზნებს მიემართება და იქნება გამომდინარე, ეს არის განვითარებადი შედეგი, ანუ რას ნიშნავს? თუ ბავშვმა რაღაც კონკრეტულ თემის ფარგლებში რომელიღაც თქვათ ცნება ისე სიღრმისეულად ვერ გაიაზრა, როგორც ჩვენ გვინდა, ძალიან ცუდია ეს და კარგი იქნებოდა რომ გაიაზრებინა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დავალებაში არ ექნება შესაძლებლობა რომ გაიაზროს ის ცნება. ანუ შუალედური მიზნები ყოველთვის გრძელვადიანი მიზნიდან რადგან გამომდინარეობს და გრძელვადიანი მიზნს რადგან უყურებთ ყოველთვის და არ კარგავთ ორიენტირიდან ამ ცნებებს, ნიშნავს იმას, რომ ბავშვს მაქსიმალურად ბევრი შანსი აქვს იმისათვის, რომ თავისი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს და ეს არის განვითარებადი შედეგი, ანუ საფეხურის განმავლობაში, ან კურსის განმავლობაში მიღწევადი შედეგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მოკლევადიანი ინდიკატორები არ უნდა იყოს, თქვათ, აი ამ საკითხს თუ ვერ გაიგებს ბავშვი, შემდეგ საკითხსაც ვეღარ გაიგებს ბავშვი. ხო? საკითხი და თემა ხო მიზანი არ არის საშუალება მიზნის მისაღწევად და მაგიტო მნიშვნელოვანია ეს. და მოდი ეს შუალედური მიზნები, რომლებიც დავალებებად არის კონვერტირებული, ხო? ანუ აი ეს დავალება ხო ეგ უნდა მეთქვა, როგორი უნდა იყოს ეს შემოქმედებით დავალების მთავარი კრიტერიუმები რა არის და როგორი უნდა იყოს დაახლოებით და რატო? ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროში განათლებაში ხო არის ის, რომ ეგრეთ წოდებული დიფერენცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს სასწავლო პროცესი. ახლა
ინდივიდუალურად ყველა ბავშვს თავისი ჯერჯერობით, ანუ ინდივიდუალური მასწავლებელი ვერ ეყოლება და ვერ ყავს, ეს გასაგებია. არც უნდა ყავდეს მგონი. ხო, შეიძლება, ხო, სოციალიზაციისთვის ალბათ კარგია, რომ საკლასო და უნივერსალური ფორმა სწავლების ეს გუნდური მუშაობა. უბრალოდ აი ამ შეკითხვა აქ ჩნდება დილემა, ხო, აი ამ გუნდურ მუშაობაში როგორ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის პროგრესი, დინამიკა გამსაზღვროთ და აი მისთვისაც ვისაღები იყოს ის პროცესი, ხო, არა ვთქვათ, მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვისთვის, ან პირიქით მხოლოდ ვთქვათ იმ ბავშვისთვის, რომელიც ჩამორჩება, არამედ ყველასთვის რო საინტერესო იყოს და აი ასე დაგეგმო, ანუ მიზნიდან შემოქმედებით დავალებება და აგება პროცესის ნიშნავს იმას, რომ აი ეს იძლევა რაღაც ერთგვარ საშუალებას არის ჩარჩო, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეუძლია საკუთარი ინტერესის და ინტერესზე უფრო მნიშვნელოვანი, ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია საჭიროების მიხედვით გააქტიუროს ის ცოდნები, რომელიც უნდა გააქტიუროს და როგორ, ანუ მარტივად, როდესაც ჩვენ თქვათ რაღაც ვცდილობთ ბავშვს გავააზრებინოთ, თქვათ რაღაც ახალ თემაში, იქ შეიძლება ბავშვისთვის ვიღაც ბავშვისთვის ან ყველა ბავშვისთვის უცნობი იყოს ეს კონტექსტი, ხო და შემოქმედებით დავალება და დავალების პირობა შესაძლებლობას იძლევა, რომ რაღაც ნაცნობი შემოვიტანოთ სასწავლო პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს დამტკიცებულია წინ პოდკასტშიც ბევრჯერ თქვით და ახაც გავიმეოროთ, მნიშვნელოვანია ამის, ვთქვათ, მონიშნა, რომ ცოდნის აგება ხდება ნაცნობიდან უცნობისგან, რაღაც ნაცნობი უნდა იყოს, რომ კონტექსტი ბავშვის გასაგები უნდა იყოს. ხო, თემა იძლევა თემა წესდერგით საინტერესო კონტექსტი უნდა იყოს და თემის ფარგლებში შექმნილი თქვათ დავალება, რომელსაც მასწავლებელი საკუთარი კლასის, ვთქვათ, ინტერესის მიხედვით შექმნის მოიფიქრებს, თქვათ, კოლეგებთან თანამშრომლობით, ამის საფუძველს იძლევა და დავალებას აქვს შეფასების კრიტერიუმები უნდა კონდეს თავისთავად, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ის ცოდნა, რომელიც ბავშვმა უნდა შეიცინოს ამ პროცესში მუშაობის დროს, ხო? და რომელიც უნდა წარმოაჩინოს, რომლითაც თავისი ცოდნა უნდა წარმოაჩინოს შესასწავლ საკითხთან მიმართებაში, ანუ ცნების გასააზრებლად რაღაც საკითხი, რომელსაც მასწავლებელი. ანუ შევხედოთ დავალება პირველ რიგში უნდა იყოს საინტერესო, ხო? ბავშვს და იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ ბავშვმა ან ნახე შეძლოს როგორც დიუი ყოდა თუ სწორად მახსოვს, ხო, ბავშვს არ უნდა უთხრათ პირველად რომ ისწავლოს, ანუ ლოგიკურია რომ ბავშვს უფრო მეტად თხოვოთ რომ რაღაც შექმნას, რაღაც შექმნი წარმოიდგინე. ხო, და ამ შექმნის პროცესში ის აუცილებლად სწავლობს, იმიტომ რომ შექმნა უნდა ისწავლო. ხო, ანუ აქ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე რომ თითქოს სწავლას არ თხოვს არავინ ბავშვს, პირიქით, ანუ სიღრმისეულ სწავლას ვთხოვთ ზუსტად იმიტომ რომ ჯერ ვეუბნებით, ჯერ ნდობას უცხადებთ, ხო, შინაგანი мотиваცია, ანუ რაღაც შექმნა შეგიძლია რაღაც გააკეთოს შექმნა ისეთი რაც არავის არასოს არ გაუკეთებია, ანუ შენი აქ, ხო, ამ პროცესში იწვევ ბავშვს. ეს ამნიშნელოვანი და ეს რაღაც რო შექმნას უნდა გეთანამშრომლოს, უნდა ისწავლოს, კლასელთან უნდა ითანამშრომლოს, რაღაც სამუშაოებში უნდა მიიღოს და შენ ამ თანამშრომლობით კეთებით სწავლების შესაძლებლობას, ანუ როგორც სწავლების მეთოდი ისე უნდა აღვიქვათ ეს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსწავლე მუდმივად აკეთოს, იფიქროს და ამ ფიქრის პროცესში შეიძინოს ცოდნა. ხო, ჩვენ არ უნდა გვაუწყდეს, რომ ბავშვმა რო ისწავლოს და ასე ვთქვათ, მასწავლებელს წამოყვეს, ხო, აი ამ სწავლების პროცესში, მნიშვნელოვანია რომ ის სულ მინიმუმ საინტერესო იყოს. დამაინტრიგებელი იყოს და მეორე სულ ვიძახით ეს კონსტრუქტივიზმი და კეთებით სწავლება, ესეც საშუალება რომ ბავშვმა რაღაცა გააკეთოს, ხო, აკეთოს. აი, ამან არ არის აუცილებელი რაღაც მაკეტები და ისინი აკეთოს, ხო, სასწავლო. საკუთარ პროდუქტს არცებით. პროდუქტი, ხო, უფრო მნიშვნელოვანია ეს პროცესი. ეგ არ უნდა გავიგოთ და აი ეგ შექმენი წარმოიდგინე პლუს იმას რომ ბავშვები იაზრებენ გარკვეულ ცნებებს და იძენენ ცოდნას, ასევე პირობითად აი შემოქმედებით უნარებსაც ივითარებენ, ხო? თავს სხვადასხვა რაკურსში წარმოადგენენ და ასე შემდეგ და მით უმეტეს აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენ ხაზი გაუსვი მაგას რომ ეს ყველა ინტერესის, ყველა თქვათ სხვადასხვა ცოდნის მქონე ბავშვს აძლევს საშუალებას რომ ჩაერთოს ამ პროცესში. არ არის განკუთვნილი მხოლოდ რაღაც ერთი კატეგორიის უნარების ან ნიჭის მქონე ბავშვებისათვის, ანუ ყველა ბავშვს სხვადასხვა ნიჭის და უნარიდან გამოდინარე აძლევს საშუალებას თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს და პლუს ამას მნიშვნელოვანი რა არის რომ აი ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ ბავშვს რაღაცას ვაძლევთ სასწაულ გასაკეთებას რომელიც მისთვის დაძლევადი არ არის და ის შემდეგ წვალობს. ამიტომ ის უნდა იყოს ნაცნობი აუცილებლად ოდნავ სხვათა რთული მისთვის რომ დაძლევადი მიღწევა. ვიკოცკის ცნობილი აი ხო აი შუაში აი არსებული ცოდნა და მოსალოდნელი რაც მოვთხოვთ არ უნდა იყოს ძალიან დიდი სხვაობა, მაშინ ფიზიკურად ვერ შეძლებს ბავშვი. შეიძლება ვიღაცა ერთეულმა ზენიჯიერმა მოსავლემს დაძლევს, მაგრამ
ასე ვთქვათ, უმრავლესობა მას ვერ დაძლევს. ამიტომ ეს შემოქმედი დავალებები იძლევა ამის საშუალებასაც, რომ სხვადასხვა ინტერესის და უნარის და ინტელექტის მქონე მოსწავლემ ეს დავალება გააკეთოს საინტერესოდ და თან დაძლიოს. კი, თან ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად აღნიშნე ეს მნიშვნელოვანი დილემაა და ვიგოცკის ეს ცნობილი თეორია არის, ყველაზე კარგად გამოხატავს მაგას და ზუსტად მაგის შესაძლებლობასაც იცდება, რომ არც იმდენად არ უნდა იყოს არც ერთი დავალება და პროცესი ბავშვის იმდენად მარტივი, რომ მისთვის უინტერესო გახდეს, ანუ აი რაც ისედაც იცის ხო, მშვენივრად ეს უინტერესოა. თუმცა რა თქმა უნდა ისეთი რთულიც არ უნდა იყოს, რომ მისი დაძლევა ვერ შეძლოს და საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაკარგოს, რომ რაღაცა არ შეუძლია რაღაცის გაკეთება. სადღაც შუაში უნდა იყოს და სადღაც შუაში განსაზღვრის საშუალებასაც იძლევა ასე თქვათ ამ ბრძოლადიან მიზნებზე დაფუძნებული შემოქმედებით დავალებებით მუშაობა. უბრალოდ მან ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი შეფასების კრიტერიუმები რაც არის აი დავალებას არაერთი გაკვეთილის ეს მნიშვნელოვანი და ხაზგასმელი არამედ აი რაღაც ამ პროცესში შეფასების კრიტერიუმი რაც არის ხო რომელიც შევაგრძელდეს 5 6 7 10 გაკვეთილი პირობითად ხო ეს შუალედური მიზანზე მუშაობა შემოქმედებით დავალებაზე აქ შეფასების კრიტერიუმი ვალიდ აი აუცილებლად ჯეროვანი უნდა იყოს ანუ ხარისხიანი უნდა იყოს ხო შეიძლება ნახეთ აუცილებელი პირობა არის რომ ბავშვისთვის საინტერესო დავალების პირობა შეუქმნათ ძალიან კარგია თუმცა არასაკმარისი პირობაა საკმარისი არის იმაში როცა ამ ძალიან კარგ დავალების პირობას რომელშიც თქვა ბავშვისთვის ნაცნობი კონტექსტები შემოდის შეფასების კრიტერიუმი ახლავს სადაც სწორად არის განსაზღვრული ის ცოდნა რაც ბავშვმა უნდა შეიძლება კაფიოთ ზუსტად არის განსაზღვრული აი ზუსტად მან ჩანს აი ის რომ არც ბავშვისთვის თქვა ისეთი დაუძლეველი იყოს არ მოვთხოვოთ რაღაც სასწაული და არც ის იმდენად მარტივი რომ მხოლოდ რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი რომ ისაც 3 წუთში შექმნის პირობა. აი მაგალითად რომ ვყავით შეფასების კრიტერიუმი ის აქ მნიშვნელოვანია აფსონელს რომ აუხსნათ რომ მნიშვნელოვანი არის რომ შეფასების კრიტერიუმები იყოს ორიენტირებული კონკრეტული აი ამ საგნის ამ ცნებების გააზრებაზე და არა თქვა სხვა უნარებზე რომელიც პირობითად სხვა საგნის კომპეტენცია ზოგადად უნარების მიმართულება აი მაგალითად თუ ბავშვს აქვს წარმოიდგინე რომ ხარ მკვლევარი და უნდა წარმოადგინო შენი კვლევა შეფასების კრიტერიუმში არ უნდა იყოს პრეზენტაციის უნარი არ უნდა იყოს PowerPoint-ის ვიზუალური მხარე ხო ეს არ არის მაგალითად ბიოლოგიის ან ქიმიის მასწავლებლის კვლევის საგანი ეს არის ან კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი ზოგადად არც უნდა იყოს ნიშნის ან მასწავლებლში ხო მოსწავლეს მაგით მე მაგით მოსწავლეს კი არ ვაფასებ ვაკვირდები და რა თქმა უნდა თუ მე აღმოვაჩინე რომ ბავშვი თქვა პრეზენტირების დროს ხელავს პირობითად ხო ან და თქვა აქვს ცუდად აქვს დამუშავებული თქვა რაღაცა PowerPoint თუ რაღაც პროგრამაში ეს ხო ეს გასაგები ანუ ამით შეიძლება მე ჩემ თავს დავუსვა შეკითხვა რომ აი მე ხوار მივეცით დავალება რომ შეიძლება თქვა მისთვის რთული ყოფილიყო ამ ფორმაში გაკეთება და ფორმა ანუ მე შეიძლება ამაზე ვიმუშაო რომ ეს გამოასწოროს თუმცა ბავშვის შეფასების კრიტერიუმი ეს არ შეიძლება ეს ჩემი როგორც მასწავლებლის და სკოლის შეფასებისაგან და თვით შეფასებისა ეს მასწავლებელი და სკოლა სასკოლო საზოგადოება საკუთარ თავს აფასებს ამით რომ აი რატომ იყო ეს თქვათ ისე რომ თქვათ ვერ დაძლია ხო ან მაგალითად შეფასების კრიტერიუმი კიდე აი მაგაზე ეს თქვათ უფრო ხშირად ასე თქვათ გამოყენებული არის რასაც მე არ ვეთანხმები და არჩენ არ ეთანხმებით და ლოგიკურია რომ არ უნდა დავეთანხმოთ არის რომ მაგალითად როცა ბავშვს ეუბნები თქვათ დავალებაზე და თქვათ აქტიურად ჩაერთე და მონაწილეობა მიიღე არ არის ჩართული არ არის ჩართული თუ ჩართული არის თუ არ არის ჩართული ეს ჩემი პასუხისმგებლობა უნდა დავადგინო მუდმივად. ანუ ეს რა თქმა უნდა ჩემი შეფასების კრიტერიუმი არის და მოსწავლეს ზოგადად განმავითარებელ უკავშირվածს და რა თქმა უნდა შესაძლებელია ის რომ ბავშვი თქვათ რაღაცა ის მიუწერ რჩევები თუმცა ეს არ არის შეფასების კრიტერიუმი ბავშვის ბრალი არ არის ის ბავშვი ჩართული არის თუ არ არის ჩართული ამ შეფასებაში რა ქვია სასწავლო პროცესში ხო ეს ჩემი ამოცანაა და თქვათ ჩემი პროცესის თქვათ გადასაწყვეტი ამბავია შესაძლოა მე როცა თვით შეფასებას ვაკეთებ აუცილებელია ეს შეკითხვა საკუთარ თავს დავუსვა იყო თუ არა ჩართული ყველა ბავშვის სასწავლო პროცესში და თუ არ იყო ჩართული ესა თუ ის ბავშვის სასწავლო პროცესში უნდა დავადგინო მიზეზი რატომ არ იყო სასწავლო ხო მეორე კიდე უკიდურესი ფორმა არის აი შეფასების სისტემის დამახინჯების ოდესაც შეფასებაში აისახება ბავშვის რა ვიცი დისციპლინარული საკითხი მაგალითად რავი გაკუთრებზე არ მისმენდა და ამიტომ მოდი დავაკლებ ორ ნიშანს ან პასიური იყო გაკუთრებულზე ან რაღაც ყოფაქცევაში რაღაც ნიშანი ეს მგონი არ არის
საგნის მასალის შეფასების საგანი ეგ არის სხვა უნარების და კომპეტენციების განვითარების პრობლემა, რომელსაც არა მარტო ეს მასწავლებელი, არამედ მთელი სკოლა უნდა ზრუნავდეს და ავითარებდეს. ხო, მასალის თვით შეფასების საგნები ეს ყველაფერი და არა ეს თითქოს გადის რომ პასუხისმგებლობა გადაგვაქვს მოსწავლეზე, რომ ანუ შენ თუ პასიურობ არ მონაწილეობას ასობაზე ორიანი შენ და სინამდვილეში ან ორიანი ან ცუდი განმავითარებელი კომენტარი შენ მაგალითად ახლა გასაგებია ნიშნებს ახელს თუ მიშლი და ეს სინამდვილეში ეს აუცილებლად არის მასალის დაკვირვებისაგან ან მისი საქმიანობის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამაზე დაკვირვება თუმცა ეს ჩვენ გვჭირდება იმის რომ ჩვენ პროცესი გავაუმჯობესოთ რომ ბავშვი ჩაერთოს მერე და ბავშვი ვთქვათ პასიურობისთან ერთად აქტიური იყოს ვთქვათ ეს თვითრეგულაციის უნარები განივითაროს და ასე შემდეგ ანუ ეს ყველას ჩვენი სამუშაოა და არა ის რომ ბავშვს თხოვ, ანუ ბავშვს რადგან ბავშვს თუ შეფასების კრიტერიუმით მაგას ვავალ, ისე იგი ბავშვს პასუხისმგებლობას მას ვაძლევ, რომ ანუ შენ უნდა აუცილებლად იყო აქტიური, მიუხედავად ჩემი გაკვეთილი როგორი იქნება მნიშვნელობა, არა, აქ შენ აქტიური უნდა იყო. კი. აი მოდი დავუბრუნდეთ რას იცით, აი ჩვენ ვთქვით რომ აი კურიკულუმის დაგეგმვა იწყება, ანუ ასე ვთქვათ მომდენო სასწავლო წლის გეგმის შემუშავება იწყება წინა წლის ანალიზით და უკვე აქედან გამომდინარე გეგმა მომავალ შუალედურ მიზნებს იგივე შემოქმედებით დავალებებს, რომელიც არის ალბათ წელიწადში საგანში სადღაც 10-12, უშუალოდ რო ვთქვათ, რომ 10-დან 15-მდე ასე ვთქვათ დიაპაზონი. და მოგეთ ვემზადები შენულ სასწავლებლისთვის. ეს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ ვთქვით, რომ არის წელვადიანი მიზნებიდან გამომდინარე. ხო, მაგრამ მაინც შენი აზრით რა არის თავი გამოწვევა დაგეგმვის დროს, რომ აი მე ხშირად გამიგია, რომ და მინახავს, რომ ასწავლებელი იღებს სახელმძღვანელოს და სახელმძღვანელოს პირველი გვერდიდან, 200 გვერდამდე მიყვება და ამის შესაბამისად გეგმავს ამ პროცესს. აი ამაზე რას გვეტყვი და რა აზრის ხარ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი მგონია არასწორი. ხო, ეგ რა თქმა უნდა ის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრაქტიკაა და ამას თავისი ობიექტური საფუძველი თავისთავად აქვს. თუმცა რაც არ უნდა ობიექტური საფუძველი ქონდეს, რომ სახელმძღვანელოთი ხდებოდა და ალბათ ახაც ხდება სამწუხაროდ შემთხვევაში პროცესის დაგეგმვა, ეს არასწორია თავისთავად. ანუ გასაგები აქვს ობიექტური გარემოებები და ახსნა, თუმცა არ არის სწორი. სახელმძღვანელო, ანუ ხო პირველ რიგში რაც ასე ვთქვათ, უნდა გავიაზროთ ყველა არის ის, რომ სახელმძღვანელო არ არის პროგრამა, სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელო არის რესურსი, ხო? ერთ-ერთი რესურსი, კარგი რესურსი ზოგჯერ არც ისე კარგი რესურსი, თუმცა რესურსი. ანუ სიტყვა მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმძღვანელო არის რესურსი და არ არის პროგრამა. ეს უნდა გავიგოთ. შესაბამისად, ანუ ეს აზრი თუ ხარად გვაქვს გონებაში გააზრებული და გასიხორცებული, ხო, შესაბამისად ლოგიკურია. ჩემი პროგრამა არის, რა ვიცი, ეროვნული სასწავლო გეგმა, ან ეროვნული სასწავლო გეგმაში გამოკვეთილი გრძელვადიანი მიზნების საგნის რაც არის, ან რა ვიცი, რა პროგრამასაც ვავითარებ სკოლაში, მოკლედ გრძელვადიანი მიზნები რაც გვაქვს. ან ეგრევე ცნებები. ხო, ამ შემთხვევაში ცნებები. ეს ცნებები არის, ხო, ამ ცნებები შესაბამისი ქვეცნებები და აი ამ იერარქიას მე თუ კარგად ვიცნობ, ჩემი საგნის მასწავლებელი, მე რაღაც საგნის მასწავლებელი ვარ, რაღაც ისტორიას, პირობით გეოგრაფიას, მათემატიკას და აი ეს ცნებათა სტრუქტურა თუ კარგად მაქვს გააზრებული და ამ ინსტრუმენტს თუ კარგად ვფლობ, დაგეგმვა, ანუ აი პროცესი მაქედან მიემართება და მხოლოდ თქვათ ამის შესაბამისად როგორც წაღალავთ განსაზღვრავს შუალედურ მიზნებს, ანუ წინა წლის მიღწევები და გამომდინარე და მიზნებს დაკვირვებით განსაზღვრავს შუალედურ მიზნებს და შუალედური მიზნების განსაზღვრის მერე შეიძლება და ანუ ალბათ კარგია, რომ რესურსების მობილიზებას რო საუბრობ, აი ამ მიზნის მისაღწევად რა დამჭირდება, ამ დავალებაზე მუშაობის პროცესში ბავშვებისთვის რა რესურსი იქნება საინტერესო, ამ შეკითხვას თუ ჩემ თავს დავუსვავ, შეიძლება ვთქვა, მოდი ერთი ალბათ ციკში ვნახავ რამე ისეთი თუ წერი, აი ჩემს მიერ განსაზღვრული შუალედური მიზნების შესაბამისი, რომელიც ხელს შემიწყობს და დიდი ალბათობით შეგხვდება და იქნება ბევრი რაღაცა საინტერესო თუ რომელიც იქნება. ხო, მით უმეტეს AI-ის ეპოქაში, ხო? ანუ ეს არის, ანუ ეს მნიშვნელოვანი გასააზრებად არის, ეს არის რესურსი, რომელსაც მხოლოდ ვიყენებთ, ანუ გადავშლით თუ რა ვიცი მე PDF ფორმატს გავხსნით მას შემდეგ, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე გამართლებული ფორმა. მას შემდეგ რაც გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებით გამოუკვეთავ შუალედურ მიზანს. მე მასწავლებელი ჩემი კლასის საჭიროების მიხედვით და კოლეგებთან თანამშრომლობით და შემდგომ ციგნის, ანუ გრიფირებული სახელმძღვანელო როგორც რესურსი ან ნებისმიერი სხვა ტიპის რესურსი, მე ვიწყებ ამის მობილიზებას და იმაზე ფიქრს თუ აი რომელი რესურსი გავამადგება, რა ტიპის რესურსი გავამადგება, რამდენი, ანუ აქ მოცულობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რელევანტური უნდა იყოს ახლა. ხო? ხო, მან უბრალოდ რა არის, ესე ბევრი გამოწვევები არის, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გავიგოს კონტექსტი, რომ სხვადასხვა რეგიონში, ქალაქში თუ
სოფელში სხვა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა და მოსწავლე და იქ რესურსების პრობლემები შეიძლება მაგითო აღნიშნე რომ ციგნი დიდი ალბათობით გამოგადგება როგორც რესურსი უბრალოდ დაგეგმვის დაწყება ციგნიდან შენ თვითონ ანუ მიზანი რაც გაქვს იმას აცდები მიზანს გვერდებს მიყვები რა პირველიდან 100 გვერდამდე რა შეიძლება ზუსტად ეგ არის ხო ეს კონტექსტი რა თქმა უნდა ხა ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ სიმყაროში და ისეთ სახელმწიფო სამწუხაროდ სადაც ეს ასეთი ტიპის პრობლემები არ არის აი რესურსის და ეგეთი რაღაცების მობილიზების რა თქმა უნდა პრობლემა არის უამრავი და მოწყვეტილი არ ვართ უბრალოდ აი თავარია ეს პარადიგმა რომ ის გრიფირებული თუ ნებისმიერი სახელმწიფო რა თქმა უნდა მე გამომადგება თუმცა ჯერ მე მიზანი უნდა გამოსაზღვრო შუალედური და ამის შესაბამისად იმას გამოვიყენებ ანუ იმას როგორც რესურს გამოვიყენებ თქვა კი არ დავიწყებ პირველი გვერდიდან 200 თქვა შეიძლება 25-დან დავიწყო და მე დავუბრუნდე მე-4-ს და მე საერთოდ გამოვტო 53 ანუ აი ამის შესაძლებლობასაც იძლევა ეს და ეს არის გარდა ამისა ეხლა სულ მინიმუმ შენ შეიძლება ეს რესურსი გქონდეს რომელიც თქვა ბავშვებს თან ექნებათ მაგრამ ეს დამატებითი რესურსები რომლებიც შეიძლება არ იყოს ერთ სახელმწიფოში მოქცეული და ეს იყოს ელექტრონული ან PDF-ზე შეიძლება სამ კლასში ამუშავო ხო რა თქმა უნდა გაკვეთილზე თავარ ანუ ჩვენ ერთიდადი კავშირში დიფერენცირება როგორ შემოდის აი მაგ დროს ჩვენ თუ დავივიწყებთ იმ პროცესს როდესაც მასწავლებელი 45 წუთის განმავლობაში უყვება მოსწავლეებს რაღაცას და მე ეუბნება აბა გვერდი 100-დან 120-მდე სწავლობ და მოვიდით ხვალ აი მას თუ დავივიწყებთ ლოგიკურია ხდება რომ გაკვეთილი არის პროცესი, სადაც ბავშვები და მასწავლებლები სხვადასხვა რესურსს ამუშავებენ. შესაძლებელია შენ მსგავსი, რა თქმა უნდა, ნაცნობი რესურსი ბავშვს გავატაონ სახში დამატებით დასამუშავებლად. ბატონო, და ზუსტად ამიტომ ხო ის მე შეიძლება მსმენია და იმიტომ გავაჟღერე ახლა რომ კითხვი იძახით ეს მრავალფეროვანი რესურსი, ელექტრონული, PDF-ი, ბეჭდური, ეს სიგნი, მაგრამ რატო არ ითვალისწინებთ თქვა კონსირთულეს, რომ ეს მაგრამ ჩვენ გვაქვს ამაზე მარტივი პასუხი, რომ შეიძლება გქონდეს ბავშვს რაღაცა სახელმწიფო რომელიც თქვენ თან აქვს სახში მიაქვს და ერთი იყოს თქვა არ იყოს მძიმე ჩანთა თქვა არ იყოს ფინანსურად დახარჯული მაგრამ მასწავლებელს ხო შეუძლია რომ ეს მრავალფეროვანი ადგილზე დაამუშავებინოს არა ამიტომ ეს ხაზი გავუსვათ იმას რომ აი რესურსებთან ესე თქვა რთული არ არის მრავალფეროვანი რესურსის არ არის რა მის უმეტეს როდესაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები, ხო? და არ უნდა გვაუწყდეს რომ 21 საუკუნეში AI-ის ეპოქაში ვცხოვრობთ და ვიღაცა ქალაქელი ბავშვისთვის რაღაცა ტექსტი, თქვა, ძველი იაკობ გოგებაშვილის, რომელსაც არაბელი ჩერანაერთ პირიქით ძალიან დიდი ადამიანი იყო, გაუგებარი იყოს. ხო, შეიძლება ეს კონტექსტის გავითვალისწინოთ, არა? ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან ეს რესურსების შერჩევა. ანუ შენ ისი თქვა კიდე ეხლა რომ თქვა როცა ვიწყებ ეს კურიკულუმის დაგეგმვას, წარმოვიდგინოთ სახელმწიფო ციგნი არ გვაქვს. ხო, წარმოვიდგინოთ რომ აი ახლა ამ ეტაპზე ციგნი არ გვაქვს. წარმოვიდგინოთ აი ველოდებით შეიძლება გქონდეს, თუმცა არც გჭირდება რომ გქონდეს ამ ხო აი თქვა ციგნი, რომელიც იქნება ჩემი დამგეგმავი, ან დამგეგმავი ვარ მე მასწავლებელი, მოსწავლეთა ჩემი კლასის წინაწლის თქვა დადგენილი საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად კოლეგებთან უკავშირის შედეგად ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაღაც 2-3 საკვანძო პრინციპი უნდა დავიცვავ ხო თავისთავად გაზიარებული მაქვს ჩემი წარმატებული პრაქტიკა მე გამიზიარეს სხვებმა თავისი წარმატებული პრაქტიკა და გეგმავთ განსაზღვრავთ გამოვკვეთავთ გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებით შუალედურ მიზნებს საინტერესო დავალებებით და ვალიდური ან ჯეროვანი ხარისხიანი შეფასების კრიტერიუმებით რომელიც ცნებების გააზრებას მიემართება მორჩა ამის შემდგომ შემოდის სახელმწიფო როგორც რესურსი. მან ერთ მაგალითს მოვიყვა, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე და აი ამ არგუმენტის გასამყარებლად მინდა ვთქვა, რომ აი როცა მასწავლებელი მიყვება აი სახელმწიფოს პირველი გვერდიდან რა სირთულე შეიძლება წამოაწყდეს და ჩვენ ხშირად გვისაუბრია მაგაზე, ხშირად ხუმრობითაც, რომ მაგალითად შეიძლება დაწყებთ კლასებში ბუნების სახელმწიფოში გაზაფხულის ან ბუნების გამოღვიძების თემა, როცა მიყვებით აი ამ თვალს იანვარში, პირობითად ან თებერვალში, ხო? და როცა შენ გეგმავ არა სახელმწიფოს არამედ შემოქმედ დავალებებს ჯილში, შენ უკვე შეგიძლია მასწავლებელი შენ თვითონ განსაზღვრო. როდის დაგეგმო ეს თემასთან დამატებითი აქტივობები, ხო? ხო, ხა ლოგიკურია, ხო? ბუნების გამოღვიძება, გაზაფხული, რაღაც გასვლა, ბუნება, აქტივობებიც ემთხვევა, ხო? ეს დაგეგმილი როცა გაქვს და ემთხვევა თებერვალში, ნუ სირთულეებს აწყდები სულიანი. ხო. ამიტომ ამ კუთხით, აი, ყველაზე ბანალური მაგალითი მომყოლ და ეგ არის, რომ მიყვებით სახელმწიფო შეიძლება ვერ დაემთხვე იმ შესაბამის პერიოდში. ხო, შეიძლება ვერ დაემთხვე. ას საფათის გაიარო თქო ეს სახელმწიფო ძალიან დელა, ხო? კი ბატონო. ანუ ესე იგი დაგეგმვის დროს, როცა ვარჩევთ რესურსებს, ჩვენ ვცდილობთ რომ წარმოვიდგინოთ თითქოს
რომელიმე რესურსი არ ვართ მიჯაჭვული და სული თავისუფლება გვაქვს და შემდეგ ვარჩევ რა რესურსები დამჭირდება ზუსტად ამ კლასში, ამ კონტექსტებისთვის, ამ ინტერესებისთვის და ამ შედეგების მიღწევისთვის. კი ბატონო, რესურსის შერჩევას რა კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ? ერთი რომ უნდა იყოს კონტექსტი გასაგები მოსავლისთვის, მოცულობა, რელევანტობა, ხელმისაწვდომობა თავისთავად ბავშვებს უნდა შეეძლოთ მასწავლებლის დახმარება რაღაცა. ბავშვების ინტერესების თვალსაზრისით. ხო, ან თვითონ რესურსში რა შინაარსი არის, ანუ მასალაში რა რესურსი ხო გვაქვს რაღაც და რაღაცები ხო წერია შინაარსები ხო არის იქ წერია ხატი ან რა ვიცი ვიდეოებია ხო? ხო, ეს შინაარსი და ლოგიკური ეგ არა რესურსი უნდა მიემართებოდეს მიზნების, ანუ შემოქმედებით დავალების პირობების და შეფასების კრიტერიუმის რეალიზებას და ბავშვის მიერ გააზრებას, ანუ ესენი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს, ოღონდ პირველადი რა თქმა უნდა არის ის დავალება და შემოქმედებით დავალება, ანუ შუალედური მიზანი ეგრეთ წოდებული და ამის შესაბამისად არის რესურსი მობილიზება. ხო, იცი რა არის მან როცა გასაზღვრული გვაქვს მიზანი და მიზნიდან გამომდინარე ვარჩევთ რესურსებს. მე მარტივია პასუხის გაცემა, როდესაც ვიღაცას პრეტენზია აქვს, რომ ვაიმე რატო ასეთი ბევრი რესურსი და ვიღაცას რომ ვაიმე რატოა ცოტა რესურსი. აი ამ ძალიან ფართობითი და სუბიექტური ეს ბევრი ცოტას. ხო, დიფერენცირების შესაძლებლობა იძლევა. მაგალითად, აი მე თუ მაქვს განსაზღვრული და უნდა მქონდეს განსაზღვრული, ასე ვთქვათ, ობიექტურად, ზუსტად, სწორად კლასის მიხედვით შუალედური მიზანი, მე აი ამ პროცესში რესურსი არის ალბათ საკვანძო რამ, რაც მაძლევს დიფერენცირების შესაძლებლობას. ხო, ჩემს მიერ მობილიზებული რესურსი და მე დამატებული რესურსი და უფრო მეცას კეთვით, ანუ ცოტა პირობითად საბაზო და საშუალო საფეხურზე რესურსების მობილიზება მოსწავლეებთან ერთადაც შეიძლება, ჩემი აზრით. ეს ყველაზე მაგარი რაღაცა. ხო, აი ეს პრაქტიკა ჩვენთან არის ხშირად მქონია და წარმატებული პრაქტიკა, როცა ბავშვებმა იციან საითგენ მივდივართ პროცესი რა დავაწყობთ და შესაბამისად თვითონ ერთმანეთს თავაზობენ და კლასი ერთად ქმნის, ერთად მობილიზებას აკეთებს ამ რესურსების, რაც მართლა საინტერესო და მარტივი პროცესია, იმიტომ რომ ამ პროცესში ბავშვი ერთვება და აბსოლუტურ მიკუთვნებულობას გრძნობს ამისად და მერეც ხო აი მუშაობის პროცესში აი თქვა თანამშრომლობით სწავლებით მუშაობთ, რაღაც რესურსს ვამუშავებთ და თუ ხვდებით რომ რაღაცა ნაწილს ბავშვებისას თქვა ნაკლებად დაძლევადია რაღაცა დიდი მასალის დამუშავება, იმას ნაკლებს თქვა გავატანთ ნაწილს, სხვა ნაწილს დავუმატებთ რაღაცას, ანუ რესურსების მრავალფეროვნების შესაძლებლობა მრავალფეროვნებაში ეგ იგულისხმება რომ ყველა მოსწავლესთან შეიძლებოდეს შესაძლებლობა ქონდეს ვიმუშაოთ ახლა თუ ერთი რესურსი მაქვს ერთი ტექსტი ვიღაითად არჩეული და ამ ერთ ტექსტზე უნდა ყველა ბავშვმა აუცილებლად რაღაცა აკეთოს ხო ზოგი გააკეთებს ზოგი ვერ გააკეთებს ეს ლოგიკური შენი ასეთ ამდენად გვიშლის ხოლმე ხელს აი რესურსებზე მკვიდრი მცდარი წარმოდგენები აი მაგალითად რისი თქმა უნდა იცი რომ აი რომ ისტორიის მასებმა გამოიყენოს ხატრული ტექსტი შესაძლებელია და ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ანუ ეს გონი რაღაცა ხანდახან გონებაში აქვს ადამიანებს თუ რაღაცა იმის საგნის ტყვეობაში სავეთ ხო აი მაგალითად ხო ისტორიაზე რაც გამახსენდა არის ის რომ აი მაგალითად თუ ამუშავებ რაღაცა ძველ ისტორიას ბრინჯაოს ხანას იმედი სწორად ვამბობ ბრინჯაოს პერიოდზე თუ ვარ ხო მე ჰომეროსის ილიადა რატო არ შემიძლია გამოვიყენო როგორც მნიშვნელოვანი რესურსი სადაც საკმაოდ კარგად არის აღწერილი მინიმუმ ის საფუძვლო იარაღები და ის დამოკიდებულებები რაც იმ პერიოდის ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ ხო ანუ უკდავი მხატვრული ტექსტია ხომ შესაძლებელია ეს გამოვიყენო რა თქმა შესაძლებელია მაგას გულისხმობთ და ხო შვენიერია ეს თან იძლევა ეგრესდებული ინტეგრირების ძალიან კარგ შესაძლებლობას ხო შეიძლება რესურსად ავიღოთ აი მხატვრული ტექსტი ინტეგრირებაზე მე მოდი ცალკე გადაცემა გავაკეთოთ რომელიც ძალიან დიდი და საინტერესო თემა და აი რესურსზე რა მინდა იცი კითხო რომ მოდი ახლა მახსენდება ესეთი პოლემიკები სხვადასხვა ადამიანებთან როცა დაკავშირებით და აი მათ აზრებს გავაჟღერებ რომ აი სად გადის აი სად მთავრდება რესურსების მრავალფეროვნების მომენტი აი ისე თქმა მინდა იცი რომ აი შენ პრაქტიკაში მაქვს რომელი უცნაური რესურსი გამოგიყენები რომელიც ვერ შეიძლება ვერ წარმოვიდგინოთ ეხლა და არ და მაგრა ემუშაო ქონია ეგეთი შემთხვევა რაღაცა ესეთი რესურსი მოგაფიქრდა ან ბავშვების ერთად გამოიყენე ხო ბევრი ნახე რესურსის მრავალფეროვნება არ მთავრდება არც და რა თქმა უნდა შეესაბამებოდეს რაღაც კანონმდებლობას მორალურ და თავის თავის საუბარიც არ არის ასევე ხო ვალიდური უნდა იყოს აი მაგალითად რელევანტური რა იგულისხმება მაგალითად თუ კი ინგლისურ ენაზე მე ძალიან კარგი რესურსი ვთქვათ
მაქვს ხო ვთქვათ რამე ვიდეო რომელიც არის ინგლისურად, თუმცა კლასში ბავშვების ინგლისური ენის ცოდნის დონე არ არის ისეთი რომ ამას გავუკლავ, ნახე რა თქმა უნდა იმას არ შევიდა რაც უნდა კარგად მეჩვენებოდეს მე. ანუ აი ეგეთი რაღაცები მოსწევნა და განსაზღვროს რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არის ის სხვა არის ეგრეთ წოდებული, თორე სხვა მხრივ ეს ვიდეო რესურსი იქნება თუ ბეჭდური რესურსი იქნება, აი ნებისმიერ რამ შეიძლება იყოს რაც იმუშავებდა სასწავლო პროცესში დაწყებული რაღაც მუსიკალური ალბომის გარეკანით შეიძლება გამოიყენა როგორც რესურსი, რომელთაც ბავშვები რაღაც კონკრეტულიდან განაზოგადებენ, თქვათ არა მუსიკალური კლიპი იყოს შეიძლება რა. მუსიკალური კლიპი თავისთავად ახლა ფილმებზე და დოკუმენტურ მხატვრულ ფილმებზე თვითონ მუსიკაზე AI-ის მიერ შექმნილი რესურსები შეგვიძლია ვთხოვოთ AI-ის და უამრავი რესურსი შეიძლება შექმნას ეს შეიძლება როგორც ბეჭდვითი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო რესურსების ხო AI-ზეც კარგი იქნება ერთი გადაცემა ინსტრუმენტის ხო იმიტომ მაგის პრაქტიკა გვაქვს გამოცდილება გვაქვს და გავუზიაროთ ავე ჩვენს კოლეგებსაც მსმენელებსაც თუ შეიძლება საინტერესო კონტექსტი აღმოჩნდეს და მithumedes ძალიან ბევრს ეშინია AI-ის სასწავლო პროცესში გამოყენებისა და უთხრათ რომ ყველაფერი საშიშია პირიქით ძალიან საინტერესო და საჭირო ხო სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ნამდვილად თუკი მას როგორც ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, აი ჩვენი მიზნები შესაძლოა ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო იყო, აი რომ შევაჯამოთ, გამოდის ისე რომ ჩვენ ახალ სასწავლო წლის დაგეგმვისას აუცილებლად ვიყენებთ წინა წლის ანალიზს და მონაცემებს, რომლის საფუძველზე ვგეგმავთ შემდგომი მომდევნო წლის შემოქმედებითი თვალებებს, რომლებიც არის იგივე შუალედური მიზნები, იგივე პატარ-პატარა საფეხურები დიადი და გრძელვადიანი მიზნისკენ. წინასწარ შემუშავებული გვაქვს შეფასების კრიტერიუმები, ხო, რომელთაც უნდა გავზომოთ მოსწავლების ცოდნა და ცნებების დაუფლების დონე. ამისათვის კი ამის შემდგომ კი უпроსტოდ უკვე გეგმავთ რა რესურსები დაგჭირდება აი ამ საინტერესო და გრძელ გზაზე, ხო? თუმცა ნიშნავენია რომ ეს წარმოვიდგინოთ რომ თითქოს სახელმძღვანელო არ გვაქვს რაიმე ერთი, არამედ გვაქვს ძალიან ბევრი რესურსი და იქიდან შევარჩიოთ ყველაზე რელევანტური, ყველაზე საინტერესო და მოსწავლეებზე მორგებული, ხო? კი ბატონო, ხო, ნიშნავენი არის რომ ეს ერთიანი პროცესია რეალურად განხორციელება მე როცა ვახორციელებ ჩემს სასწავლო პროცესს ეს ნიშნავს იმას, რომ პარალელურად მონაცემებს ვაგროვებ და ვაანალიზებ პროცესში, რომ შემდეგი უკეთესად დავგეგმო და ეგ ნორმალური პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრინციპი უნდა დავიცვათ აუცილებლად და მნიშვნელოვანია ის, რომ თუ კი შეფასების კრიტერიუმები სწორად მაქვს, ვთქვათ, განსაზღვრული და ვალიდურია, ეს შეფასების კრიტერიუმის ანალიზი არის ზუსტად ის, რომ სწორად შევაფასოთ ჩვენი პროცესი. ეგ კიდე არ უნდა გქონდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ კურიკულუმი არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შეგვიძლია წლის განმავლობაში ვცვალოთ და ვაკორექტიროთ და გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე საკითხია, რომელიც გაინტერესებთ ან გამოგჩა, შეგიძლიათ მოგწეროთ და გვიწეროთ კომენტარებში, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემ საკითხზე, ну, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის და გამოცდილების ფარგლებში. კიდევ ერთხელ მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მადლობა, ნახვამდის.